იდეა რო არ არის მზად, ამაზე ის მეტყველებს, რომ ამ იდეაზე საუბარი არის 20 წლის განმავლობაში უკვე. ანუ პირველი ერთიანი ეროვნული გამოცდები შემოვიდა თუ არა, მაშინვე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ არ შეიძლება მხოლოდ ერთი კრიტერიუმით ხდებოდეს უმაღლესებში აბიტურიენტების მიღება. დღეს ერთ-ერთი კრიტერიუმი მისაღებად არის მისაღები გამოცდები. ეხლა რატო არ არის ეს მიზანშეწონილი? იმიტომ რომ ერთ კონკრეტულ დღეს თუ ადამიანი ცუდად გახდა, არ შეიძლება რომ ამან გააწყვეტოს მისი შემდეგი მთელი წლის ბედი, ხო? ანუ ადამიანი თუ ასევე დაიბადა ისეთ ადგილას, სადაც მას არ აქვს სათანადო შესაძლებლობები, რომ მოემზადოს ამ გამოცდებისთვის, მაგალითად, არ არის იქ ხალხი, ვისაც შეუძლია რომ დაეხმაროს როგორც რეპეტიტორმა და მაშინ ის ყოველთვის იქნება დაჯაგრული ამ სისტემის მიერ, ხო? ამიტომაც არის და მესამე პრობლემა, რაზეც მუდამ იყო საუბარი, არის ის რომ მხოლოდ ერთი კრიტერიუმი არის მისაღებად, ეს იმდენად მაღალი რისკის მატარებელია და იმდენად მნიშვნელოვანი კრიტერიუმი ხდება, რომ სკოლა აღარ არის მნიშვნელოვანი, ხო? ანუ სკოლაში ბავშვები აღარ აქცევენ ყურადღებას სხვა საქმეებს. მაგალითად, ბოლო კლასებში ეხლა ჩვენ მე სკოლაშიც მუშაობ და სხვა ეს სკოლა მუშაობს საჯარო სკოლებთან, რომ ბავშვებს დაეხმაროს მაგალითად თვითმმართველობის ქსელის გაკეთებაში, სამოქალაქო განათლების პროგრამების გაძლიერებაში და ბოლო კლასებში ბავშვებს საერთოდ არ აინტერესებთ სხვა პროექტებში ჩართვა. თუ ისინი არიან ზედმეტად ფოკუსირებული უმაღლეს ჩაბარებაზე. და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ სკოლებში რაღაც კრიტერიუმი გაჩნდეს, რომელიც გაზრდის სკოლის როლს. ამისი ერთი მცდელობა იყო მაგალითად სკოლის გამოსაშვები გამოცდების შემოღება, რომელსაც უნდა მოყოლო და მისაღები გამოცდების რაოდენობის კლება, მაგრამ ის სისტემა გაუქმდა და ახლა მნიშვნელოვანია რომ დაფიქრდეთ იმაზე, ხომ არ არის მნიშვნელოვანი რომ გადავიდეთ იმ სისტემაზე, სადაც იქნება შერეული სისტემა, სადაც მხოლოდ ერთი კრიტერიუმი კი არ იქნება, მაგალითად, გაარე კრიტერიუმი სკოლის, არამედ სკოლის მონაცემებსაც გაითვალისწინებენ. და ჩვენი სკოლიდან ხშირად ბავშვები მიდიან უცხოეთში და აგზავნიან საბუთებს, სადაც არის მითითებული არა მხოლოდ ის რა ნიშნები ყავთ, არამედ კიდევ დამატებით რას აკეთებენ სკოლაში, მაგალითად, არიან თუ რა გაწევრიანებული კლუბებში, გაუკეთებიათ თუ რაღაც პროექტები, იყვნენ თუ არა თვითმმართველობის წევრები და ეს დამატებით ახალისებს ბავშვებს. მაგრამ არის თუ არა მზად სისტემა, რა თქმა უნდა, არ არის, იმიტომ რომ მაგალითად იმისთვის რომ მზად იყოს სისტემა, უნდა ვიცოდეთ, ვინ შეაფასებს სკოლის ნიშნებს, ხო? აი მაგალითად თუ უმაღლესები დღეს ანუ რეალურად უმაღლესს არ აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება გარდა გამონაკლისების, ხო თქვათ სამხატვრო აკადემიას აქ დამატებით ტური და იქ რაღაც დამატებითი კრიტერიუმი აქვს, რომელთაც აფასებს მოსწავლეების კომპეტენციას, მაგრამ თუ უმაღლესს არ აქვს უფლება რომ შეაფასოს მაგალითად რომელი სკოლის ნიშნები უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, ხო? აი მაგალითად კომაროვის და ვეკუას სკოლის მათემატიკის რვიანი უფრო მნიშვნელოვანია თუ მაგალითად, რა ვიცი, პირველი გიმნაზიის მათემატიკის რვიანი, ხო? ორი ბავშვი მოვიდა, ორი აბიტურიენტი მოვიდა და ორივეს ერთი იგივე ნიშანი აქვს. რა ამის უკან მათემატიკის კომპეტენციების სულ სხვადასხვა დონე არის, ხო? და მხოლოდ ნიშნით, რა თქმა უნდა, ვერ გაითვალისწინებს, ანუ ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას და თუ უმაღლესი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ ვინ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ხო, როგორ უნდა შევადაროთ ეს ორი ბავშვი ერთმანეთს. ან თქვა ერთ სკოლაში 90%-ს აქვს უმაღლესი ნიშნები და მეორე სკოლაში მხოლოდ 10%-ს აქვს უმაღლესი ნიშნები. რომელი სკოლის ნიშნები უფრო ღირებულია, რომელი უფრო ასახავს ძალისხმევას, რომელიც გაწიეს აბიტურიენტებმა, რომელი უფრო რთული პროგრამით ასწავლის, იმიტომ რომ პროგრამები სახელმწიფო აწესებს მინიმალურ პროგრამას და არა მაქსიმალურს. და მე კიდე არის ბევრი სხვადასხვა რისკი კორუფციის და თქვათ მე რო სწავლობდი სკოლაში, მაშინ იყო ოქროს მედალი, ესეთი რაღაც, ხო და ვისაც ჰქონდა ოქროს მედალი, უბრალოდ ჩემ დროს გააუქმეს ეს ესე იგი ერთი წლით უფროსებს ჰქონდათ ეს პრივილეგია, რომ ვისაც ოქროს მედალი ჰქონდა, ის მხოლოდ ერთ გამოცდას აბარებდა მისაღებ გამოცდებზე. ოქროს მედლების რაოდენობა იყო შეზღუდული სკოლაში. ამიტომ ბავშვებს შორის იყო კონკურენცია. ბავშვებს შორის კონკურენციის ერთ-ერთი ანუ ერთ-ერთი გზა კონკურენციაში გაგემარჯვა იყო კორუფცია. ანუ შენ შეგეძლო ფული მიგეტანა მაგალითად სკოლის დირექტორთან და ის გააწყვეტა და ეს რაღაცებში შემოტანა სკოლაში ძალიან საფრთხილოა და ამიტომ თუ რაღაცა ესეთ ნაბიჯებს ვფიქრობ, ჯერ აუცილებლად უნდა გამოვცადოთ რაღაც რაოდენობის სკოლებში და უმაღლესებში. ნახოთ დავაკვირდეთ არის თუ არა შესაძლებლობა რომ ეს კორუფცია გავანაიტრალოთ. როგორი არის ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პრაქტიკა? აი რაც შეიძლება ჩვენ ერთგვარ ორიენტირად ან სამკვლელად გამოვიყენოთ?
აი მაგალითად ამერიკული სისტემა გულისხმობს ეს პორტფოლიო სისტემა არის, სადაც არის ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმი და ამ ბევრი სხვადასხვა კრიტერიუმიდან უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, რომელი უფრო ღირებულია, ხო, არის სკოლის ნიშნები, მისაღები გამოცდების, ან ცალკე გამოცდების ნიშნები შეიძლება იყოს, ბავშვის გამოცდილება. მათ შორის არასასწავლო გამოცდილებაც, მაგალითად, თუ ბავშვს აქვს, ბავშვი არის მაგალითად ეროვნული ნაკრების წევრი რაღაც სპორტში, ხო, და იმ სპეციალობას, რომელზეც აბარებს, შეიძლება ამას კონდეს მნიშვნელობა, ხო, ხა თუ სპორტის აკადემიაში აბარებს ადამიანი და არის ეროვნული ნაკრების წევრი, შეიძლება მათემატიკის ნიშნებს ისეთი პრიორიტეტი არ კონდეს. ხა ევროპაში სხვადასხვანაირი სისტემები არსებობს, ხო, მაგალითად გერმანიაში არის სისტემა, როდესაც სკოლები იყოფა მე სხვადასხვა მიმართულებებზე, არის სკოლები, რომლებიც უფრო უმაღლესებისკენ არის ორიენტირებული და იმ სკოლაშივე გადიხარ კურსებს, რომელშიც აბარებ გამოცდებს. და თუ ამ გამოცდებს შეაბარებ სკოლის დონეზე, ნიშნავს, რომ შენ მზად ხარ უკვე უნივერსიტეტისთვის. მე უნივერსიტეტებს უკვე ცალკე პრობლემა აქვს, რომ უნდა მიიღონ ყველა ზოგ შემთხვევაში, ვინც კი მოისურვებს მათთან სწავლას და ჩვენთან ის არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ უმაღლესების რაღაც ნაწილში ადგილები უფრო მეტია ვიდრე აბიტურიენტების რაოდენობა და ახლა იქ შეიძლება უნივერსიტეტს არც უნდოდეს დამატებითი კრიტერიუმის შემოტანა, რომ კიდევ რაღაც გაგზავნოს. ან პირიქით შეიძლება უნდოდეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ავტომატურად ხდებიან აბიტურიენტები, იმიტომ რომ კონკურსი რეალურად არც არის და შეიძლება მომზადებელი აბიტურიენტიც მოხდეს იმ პროგრამაზე და კიდევ ერთი რას აკეთებს, მაგალითად ამერიკული სისტემა არის ის, რომ უბრალოდ ნიშნებს კი არ ითვალისწინებს, არამედ დახასიათებებსაც, მაგალითად მასწავლებელმა უნდა დაწერონ რეკომენდაციები. ასევე ნიშნების გათვალისწინების დროს მხოლოდ ინდივიდუალურ ნიშანს კი არ ითვალისწინებს მოსწავლის, არამედ ამ მოსწავლის ნიშანს სხვა მოსწავლეების ნიშნებთან შედარებით. ანუ ეს მოსწავლე სხვაებთან შედარებით წარმატებულია თუ თქვა საშუალო. თუ 90% სკოლის მოსწავლეებს იღებს უმაღლეს ნიშანს და ამ ბავშვსაც უმაღლესი ნიშანი აქვს, მაშინ ის ერთი ჩვეულებრივი მოსწავლეა, მაგრამ თუ პირიქით არის 80% იღებს და ამას აქვს, ეს არის იმ 10%-ში, მაშინ ეს გამორჩეული მოსწავლეა. და ან ბევრი ესეთი კრიტერიუმი არსებობს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია შეთავაზოთ უმაღლესებს, რომ გაითვალისწინოთ დამატებით, მაგრამ შესაძლებლობა კიდევ უნდა არსებობდეს, ან კორუფცია არსებობს ამერიკულ სისტემაშიც და ის არ არის მაინც ყველა სამართლიანი სისტემა და ასევე ევროპოლებშიც არის პრობლემა, რომ ბავშვების წარმომავლობა მოქმედებს იმაზეც, მაგალითად რა მიმართულებით სწავლენ, ხო, გერმანული ან ბრიტანული სისტემა, რომელიც გულისხმობს, რომ სკოლის ბოლო საფეხურზე ემზადებიან უმაღლესებისთვის. ძირითადად არის ხელმისაწვდომი იმ აბიტურიენტებისთვის, ვისი ოჯახებიც არიან უფრო განათლებულები და უფრო შეძლებულები. ანუ ვინც არ ჩქარობს იმისთვის, რომ დაიწყოს მუშაობა, ხო? ანუ მას შეუძლია რომ რაღაცა კიდე 4 წელი, 5 წელი მოახმაროს შემდგომ განათლებას, სკოლის ბოლო საფეხურს და უმაღლესებს და ასეთ უსამართლობების აღმოფხვრაზე ისინიც მუშაობენ ბევრი სხვა მეთოდით და დისკუსიები არის რამდენად სამართლიანი თუ არა და ჩვენც უნდა დავფიქრდეთ ამაზე, ანუ ერთი უსამართლობის აღმოფხვრით მეორე სხვა არ გავაჩენთ. აი მარტივი ის რომ მაგალითი რო ავიღოთ, ეხლა მაგალითად ზეპირი გამოცდა არ არსებობს მისაღები გამოცდებზე და ნაწერით განსაკუთრებით როცა ტესტი არის დახურულბოლოიანი, ხო, როცა უბრალოდ მოცემული პასუხები შენ აირჩიო, ამ ტესტში არ ჩანს ჩემი მაგალითად ეთნიკური წარმომავლობა და სოციალური წარმომავლობა, კულტურული მახასიათებლები და ზეპირი გამოცდა რო შემოვიღოთ, ხო, მაგალითად ამ ზეპირ გამოცდაზე გამოჩნდება რომ მე მაგალითად ვარ იმერეთიდან, ან ვარ გურიიდან და ასე შემდეგ და გამოცდილის მიკერძოებულობა შეიძლება განსაზღვრავდეს ჩემს შედეგებს, ხო? მაგალითად იფიქროს, რომ ვინც დიალექტზე უქცევს, ესე ვთქვათ, ხო, ის მაინც ჭკვიანი არ არის, იმიტომ რომ არის ესეთ სტერეოტიპები ადამიანებს აქვთ, ხო, რა ვთქვათ, რბილს როცა ამოს ადამიანი, ზოგი ფიქრობს, რომ ეს ჭკვიანი ვერ იქნება. იმიტომ რომ რაღაცა სტერეოტიპი არსებობს სტანდარტის, რომ ლიტერატურული ენა და ლიტერატურულ ენაზე საუბრის რაღაც სტანდარტი არსებობს, რომელსაც ყველა უნდა გაყვეს, რაც ჩემი აზრით პრობლემურია და გამოცდილებიც ხშირად იღებდნენ ხოლმე გადაწყვეტილებას ესეთ კრიტერიუმების ასე ვთქვათ არაფორმალურად შემოღებით და ასეთ რაღაცებს უნდა დავფიქრდეთ, რომ ხო არ სკოლის ნიშნები პირიქით ხო არ დაეხმარება მოსწავლეებს, რომ გამოვიდნენ ამ რაღაცა სტერეოტიპებიდან და მიკერძოებულობიდან, იმიტომ რომ წერილობით დავალებებშიც არის ეს პრობლემა.
და ხო, ანუ უნდა დაფიქრდეთ იმაზე, გააძლიერებს თუ არა ეს სკოლას, მაგრამ თუ სკოლაში გადავიტანეთ ახალი პრობლემები, ან შევიტანეთ მაგალითად კორუფციის პრობლემები, ან კონკურენციის პრობლემა, როცა ბავშვები ერთმანეთთან კი არ თანამშრომლობენ, არამედ ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაშინ შეიძლება უარესიც გავხადოთ ეს სისტემა.